ჭადრაკში გუნდურ პირველობაში მსოფლიო ჩემპიონობა ქართველ მოჭადრაკეებს აჭარაშიც მიულოცეს გუნდის კაპიტან სალომე მელიას დღეს აჭარის განათლების ministrმა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე 28 წლის ბათუმელი მოჭადრაკე სალომე მელიას მიღწევებსა და მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები ფინალში ჩინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ჩამოვედით ნაკრების წევრები ხურობდნენ რომ ხოჭობდა ესე ჩვენი კუთვნილი მეოთხე ადგილი აგვაყო და სალამონ და შეხვედრებში ვართ და დღესაც მინისტრი და ბატონი ავთო ესე ვთქვათ ყოველთვის მომილოცეს ეს გამარჯვება ნინო ამჟამად თბილისში იმყოფება დედაქალაქში და ვერ ჩამოვიდა ფიქრობ რომ მიხოთ იმისა რომ ჩვენთან ჭადრაკის პოპულარიზაცია არ აკლია ეს კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს ახალგაზრდა თაობას კონდა სრული მათთან შეხვედრის კიდევ ერთხელ განვიხადეთ მადლიერება მათ მიერ გაწეული შრომისათვის რომელიც დაგვირგვინდა გამარჯვებით და ისიც ვთქვით რომ განვიხადეთ მე ჩვენ ყოველ შემთხვევაში გავგდით საერთოდ გამარჯვების რომ ალბათ ნაკრების შედეგი რომ კონდა საბუთი მაშინ დაგვიკეთება ალბათ საერთოდ შეხვედრა იყო ერთის მხრივ მადლიერების გამოხატვა და დაფიქსირება პატივისცემის